ტელევიზია ინკოგნიტო 2025 წელი და ინკოგნიტოს მოგზაურობის დაუვიწყარი დღეები სალონიკიდან. დაუვიწყარი მოგზაურობა გელოდებათ ჩემთან და ანა მარიასთან ერთად, თუმცა ამასთან ერთად ჩვენ გვყავს ანა მარიას ბებიკო სტუმრად, რომელიც ჩვენთან ერთად იმოგზაურებს და ვფიქრობ ძალიან პოზიტიურია, ვიცნობ ლეილა როგორია. ასევე გვყავს მარი და გვყავს ეთერ გორაძე, მომღერალი თურქეთიდან და მოკლედ ძალიან მაგარი დღეები გელოდებათ. აი ჩვენ ქუთაისის აეროპორტში უკვე ვემზადებით წასასვლელად და მალე აი ესე აუფრინდებით. დიახ, როცა ინკოგნიტო ახსენეთ, ალბათ არ გაგიკვირდათ, რომ სალონიკში საქმიანი ვიზიტით მიემგზავრება ინკოგნიტოს გადამღები ჯგუფი. სამი. ტელევიზიის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მანანა გაბჭული. ანუ მე და ჩემი ოქრობაო, რომელიც ძალიან მაგარ, აი უმაგრეს მასალას ჩამოგიტან. ველოდებით თამარ შენთან შეხვედრას, ჩვენ გველოდება გაზრდილი თაობის ინკოგნიტოელი, ხო? ანა მარი, რომელთანაც ერთად ვიმუშავეთ, ძალიან ბევრი ტექსტი დაგვიწერა და თამარ საუკეთესო მასალით უნდა დავუბრუნდეთ და კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ ქვეყანაში უმაგრესი თაობა იზრდება. გამოიცანეთ. თქვენთვის სალონიკიდან მუშაობდი იმერეთის ფილიალის ჟურნალისტი ანა მარია შამანაძე. სამი. მოგესალმებით, ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო იწყებს დაუწყარ მოგზაურობას საბერძნეთში. ტელევიზიის ხელმძღვანელი და დამფუძნებელი ქალბატონი მანანა გაბჭული. მე იმერეთის ფილიალის ჟურნალისტი ანა მარია და ჩვენი გადამღები ჯგუფი. ტელევიზია ინკოგნიტო სალონიკში მოგზაურობს. სასტუმროში მუშაობები ნომრებში გავნაწილდით. მე და ლეილა ბებო ერთ ნომერში აღმოჩნდით, ხოლო მანჩო, ეთერი და ქალბატონი მარინა კი ერთ ნომერში იყვნენ. We have fallen down again tonight. In this world it's hard to get it right. Trying to make your heart feel like a glove. What it needs is love, love, love. და პირველი როდესაც გასეირნება გადავწყვიტეთ. პირველი გეზი ქალაქის ცენტრისკენ ავიღეთ და ბევრი ვიარით თუ ცოტა გემებით სავსე პორტს მივადექით. გადაწყვეტილება ერთხმად მივიღეთ, რომ იმ გემს გავყოლილიყავით, რომელიც ადრე გავიდოდა ზღვაში. ჩემი გემი ჩემი თეთრი გემი მოგკრის. აი ჩემი გემს კონცერტსაც გავუგზავნი. აი ესე. შეგი მოკლედ წელს დაგჩემდა ძალიან ბევრი გემზე მოგზაურობა. სად მივდივარ დედუშ? მეორე გემში. I should be home asleep, but I just
ზღვაში რომ შევცურეთ, ინტერვიუსთვის მაგიდასთან მოვკალათდით და ინტერვიუს ჩაწერა დავიწყეთ. ეს ტური არის მანანას დამსახურება. ჩვენ ვართ სალონიკში და ძალიან მომწონს და იმედია ბოლო დღეებსაც ძალიან გემრიელად გავატარებ. ეხლა მივდივართ ზღვაზე სასეირნოდ. დარითი მივდივართ ანამარი? გემით. და მას გამოვყოს ხო ჩვენი მაყურებელი? ძალიან მომწონს. ნახოთ ხვალ რა იქნება კიდევ, ხო? ძალიან სასიამოვნო დღეებია სალონიკში გატარებული დღეები მანანა თქვენთან ერთად და თქვენს მეგობრებთან ერთად ძალიან ასიამოვნები ვარ. მეც და ჩემი შვილიშვილიც. ნახოთ, როგორ გავამართლებთ. წავედით, ხო? She's my girl, my super girl. And then she'd say, it's okay, I got lost on the way, but I'm a super girl. And super girls don't cry. მზე ზღვა და იალქნიანი გემი, რომელსაც მე და მანჩო ვმართავდით. ასე ლამაზად დასრულდა ეს დღე 2 საათიანი გასეირნების შემდეგ. დაღლილები სასტუმროში დავბრუნდით და ასე ლამაზად დასრულდა ეს დღე. ნახვამდის. აი ამათ მილანის მოედანი გამახსენა რეციაკო ისე ცივა ჩემო კარგებო რომ აი ესე კაშნივით შემოვიყვიე ჩემი მანჩო გაჭკას საყვარელი და ნაჩუქარი ჟაკეტი თუ მოსასხამი რა ვიცი უწოდოთ და ესე ლამაზად და გემრიელად მოვდივართ მოვსეირნობთ აი ესე ხვალ ჩვენ თამარს ვეწევით და მოკლედ ძალიან ლამაზი და მაგარი დღე გამოგვივიდა აი ეს საოცარი მშვენიერი Param 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 papam param papam param papam ინტერნეტ ტელევიზია ინკოგნიტო შენ გეავდება. მოდი, აიხდინე ოცნება და გახდი ჟურნალისტი. საინტერესო ლექციები, სტუმრები, გასვლითი და ადგილობრივი შეკრება. აუწყე ფეხი ცხოვრების რიტმს და იმოგზაურე ჩვენთან ერთად. დაგვიკავშირდით ნომერზე 570500094. გვიყურეთ და დაგვიმახსოვრეთ www.incognito.tv.gr. ტელევიზიის დამაარსებელი და ხელმძღვანელი მანანა კაპიჭიძე.